მთავარ პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან და ნომერ 1 საპროფილის დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად უდანაშაულო მოქალაქეთა წამების გზით მიეღო აღიარებითი ჩვენებები, რასაც გაავრცელებდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოს და გამოვლენილი ყავდათ ეგრეთ წოდებული ჯაშუშური ჯგუფი. 2011 წლის სექტემბრის თვეში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამოდენიმე თანამშრომელი ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ მათ მიერ უკანონოდ დაკავებულ პირებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერს ვიცე-პოლკოვნიკს დავით ლონდარიძეს, თადარიგის პოლკოვნიკს სერგო თეთრაძეს და მოქალაქეებს სერგეი ჩაპლიგინს და გიორგი გორელაშვილს. ცემისა და წამების დროს ბაჩანა ახალაიამ ამოიღო თანაქონი იარაღი, მიაბჯინა სახეზე ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს და დაემუქრა მოკლით, თუ ეს უკანასკნელი არ აღიარებდა დანაშაულს, თან აგინებდა და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ, როდესაც ცემისაგან დაუძლურებულ დავით ლონდარიძეს მეგის ქარდავა დაემუქრა სექსუალური ძალადობით, ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დათანხმებულიყო მასზე მოძალადე პირების მოთხოვნას და ეღიარებინა თითქოს და იგი ჩადიოდა ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ. მორიგი იძულებითი აღიარების მიღების მიზნით მეგის ქარდავა სამხედრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ბაჩანა ახალაიასთან შეთანხმებით გიორგი გორელაშვილს მთელი დღის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, სისტემატიურად სცემდნენ მას პლასმასის მილით, ემუქრებოდნენ, რომ მავთულის დიდი ზომის საჭრელი მაკრატლით თითებს გააჭრიდნენ და მის თითებს ათავსებდნენ მაკრატლის საჭრელ პირებს შორის. შემდგომ მას ყელზე შეიაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა და აიძულებდნენ 4-ზე ეხოხა შენობის დერეფანში. მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ, რომ გიორგი გორელაშვილი არ აღიარებდა არჩადენილ დანაშაულს, იგი როგორც ჯაშუშობაში ბრალდებული გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. ასევე აღიარების მიღების მიზნით ისინი სერგო თეთრაძეს აყენებდნენ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას, თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და არაძლევდნენ სუნთქვის საშუალებას. სერგო თეთრაძემაც მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძლიერი ფიზიკური ძალადობისა არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო ბაჩანა ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან ერთად ორგანიზება გაუკეთა სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას, რის საფუძველზეც 2011 წლის 23 სექტემბერს ბაჩანა ახალაიას გეგმის მიხედვით ნომერ 1 საპროფილში მოთავსებულმა პატიმრებმა ალექსი ტერაშვილმა და თამას ისაურმა საკანში სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსიცხ ძარღვამ წავე უკმარისობით გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამომტყუნებელი განაჩენი და გასამართლებულნი არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, ნომერ 1 საპროფილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და ამავე დაწესებულების თანამშრომლები ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია, რომელთაც თითოეულს სასჯელის სახით განესაზღვრათ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება ბაჩანა ახალაიას როგორც ამ დანაშაულის ორგანიზატორს, მისი ბრალდების საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158, 154 პრიმა და 332 მუხლებით, რაც სასჯელის სახე და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე ვადით. მოგახსენებთ, რომ ვლადიმერ ბედუკაძე არის ერთ-ერთი მოწმე და მისი ჩვენება უკვე გაზიარებული იქნა მოსამართლის მიერ, როდესაც მან 2014 წლის 27 იანვარს გამოიტანა გამომტყუნებელი განაჩენი მეგის ქარდავას მიმართ. ეს ჩვენება უკვე დადასტურებულია და გაზიარებულია მოსამართლის მიერ. ვლადიმერ ბედუკაძე მის მიერ მიცემულ ჩვენებაში, მათ შორის იმ ჩვენებაში, რომელიც მან მოსამართლეს მისცა, სასამართლოში მისცა, იგი ამხელს ყველა იმ პირს, რომელიც ჩვენ დავასახელეთ ამ დანაშაულში მონაწილეებს. პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში, ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას. ნადარეშვილი ამბობს, რომ სწორედ პრემიერის დავალებით მოხდა ბრანის დაყენება ყოფილი მამაჩემ. მოგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრულ, ბაჩანა ახალაიასთვის ბრალდების წარდგენა მოხდა კონკრეტული პროკურორის, კონკრეტულ ამ საქმის ზედამხედველი პროკურორის მიერ, მას შემდეგ, რაც მის მიმართ შეიკრიბა საკმარისი მტკიცებულებები ამ ღონისძიების განსახორციელებლად. ეს არ განეკუთვნება დღევანდელ ჩვენ თემას.
მოგახსენეთ, რომ საექსტრადიციო პროცედურა გრძელდება და მთავარი პროკურატურა მხარს უჭერს თავის მოთხოვნას და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება ჩვენი შუამდგომლობა, რომელიც საბერძნეთის სახელმწიფოში არის მეგის კარდავარი გამთხოვნებული, როგორც მოგახსენეთ, მას 9 წლით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, იგი არის 2 ეპიზოდში გამართლებული, ერთი არის მათ შორის სერგეი ჩაპლიგინი. თეთრაძის საქმეში არის გამართლებული, თუმცა ჩვენ ეს გასაჩივრებული გვაქვს სააპელაციო სასამართლოში, იგი გამთხოვნებულია დავით ლონდარიძის და გიორგი გორელაშვილის ეპიზოდებში და იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც მას ჰქონდა შერაცხული, დღეს ისევ კვლავ გრძელდება ამაზე გამოძიება და კვლავ ვედავებით მას და ბაჩანა ახალაიას ამ დანაშაულის ჩაწერას. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება და უკვე არის დასკვნით ფაზაში. დავაზუსტოთ იმ ძველ ჩვენებაში, ბატონი ბედუკაძის იყო ბაჩო ახალაიას საუბარი თუ არა. ვლადიმერ ბედუკაძე მის ჩვენებაში ახსენებს ყველა იმ ის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ დანაშაულში. და აქ კიდე რა შეიძლება